მოგესალმებით მეგობრებო. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ადრე გამეორებული ეს ხელისუფლება დგას ძალოვან სტრუქტურებზე. მეტი არაფერი მათ დასაყრდენი არ გააჩნიათ და მცირერიცხოვანი მომხრეების მოსახლეობის მცირერიცხოვანი რაოდენობა მოსახლეობის. და მე მინდა ერთი რამ თქვა. მათმა გვაჯობენ და შეძლენ ის, რომ პროპაგანდით და აგიტაციით ისინი გვჯობია ჩვენ. და ჩვენ ამ ფრონტზე წაგებული ვართ. თუ ეს არ გამოსწორდა, ნიშნავს, რომ ჩვენ ვაგებთ ომს, არა მარტო რუსეთთან, ამ ხელისუფლებასთან. ამიტომ ვთვლი, რომ სამუშაოა პოლიციის რიგებში, სამუშაოა პროკურატურის რიგებში, სამუშაოა სასამართლოს რიგებში, რათა მათ აუხსნა და გავაგებიო თუ რა უბედურობა მოყობა ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება და როგორ აისახება მათ ცხოვრებაზე და ახლა როდესაც ფულის გამო ჩადიან იმას, რასაც ჩადიან ხელფასის გამო დადგება გათენდება მალე ქვეყანაში. დილა, როდესაც მათ ხელფასს ვერ მიცემენ და მაინც მოუწევთ პოლიციის დატოვება. მაინც მოუწევთ პასუხისგება. და ამიტომ ახლავე უნდა აუხსნათ, ახლავე უნდა ვესაუბროთ და მე მინდა ვთქვა კიდევ ერთხელ და გავიმეორო, უნდა დამზადდეს პროკლამაციები და რა ვიცი, ახლა 1000-ნაირ კინოებში მინახია მოწინააღმდეგე მხარის ჯარისკაცებს როგორ უყრიან პროკლამაციებს. და დღეს, როდესაც პოლიციელები იქნებიან გამწკრივებული, მათ უნდა მიეცეს ეს პროკლამაციები, სადაც ზუსტად დეტალურად აიხსნება თუ რა ბედიელით იმ რიგით პოლიციელებს, რომელიც რაღაც 1000 თუ 1500 ლარის გულობისა ჩადის სისხლის სამართლის დანაშაულს და უნდა აეხსნათ ერთი რამე, რომ ისინი პარტიის მორჩილები კი არა, ისინი პარტიის და ხელისუფლების კი არა, ისინი ქვეყნის მორჩილები უნდა იყოს და სახელმწიფოს მსახურები უნდა იყვნენ. და ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს მათში აზრი, რომ მე ყველა ხელისუფლებას დავჭირდები. აი ესაა მათში გამეფებული, რომ ყველა ხელისუფლებას დაჭირდება. და ამიტომ მათ უნდა აეხსნოს და მე ნამდვილად ვარ ამის მომხრე. საერთოდ პოლიციის, საერთოდ სასამართლოს, პროკურატურის გარეშე რო დარჩეს ქვეყანა ერთი თვის განმავლობაში, ახალი ხელისუფლების მოსვლის დროს ყველა ესენი, ვინც ახლა პროტესტს არ გამოთქვამს, უნდა გაიყარონ სამსახურიდან. და აზრი, რომ ყველა ხელისუფლებას ვჭირდები, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს საქართველოში. მომავალი ხელისუფლებამ ეს უნდა გააკეთოს და კვირდებით ერთ რამეს. გოგი წულაია, ახალი ქრისტიან-დემოკრატების პარტიის თავმჯდომარე, რომ ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ და ვიბრძოლებ. ვინც ახლა პროტესტს არ გამოთქვამს, ვინც ასრულებს უკანონო დავალებებს, ყველანი გაიყრებით სამსახურიდან და ყველას მოგეთხოვებათ იმის მიხედვით, რა სიმძიმის დანაშაული ჩაიდინეთ. დანაშაული არ ჩაგიდენია, მაგრამ გაყოსული იყავი და შეგუებული იყავი, დატოვებ სამსახურს. დანაშაული ჩაიდინე, აგებ პასუხს სისხლის სამართლით, აგებ პასუხს 1000 პოლიციელის რო იყოს დასაჭერი. ერთხელ და სამუდამოდ ეს თუ არ მოხდა, დანაშაულისთვის პოლიციელებმა აგენ პასუხი, ქვეყანა ვერ აშენდება, დემოკრატია ვერ აშენდება. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ჩვენ ვაგებთ პროპაგანდაში, გადავიდეთ პროპაგანდაზე, ვიაროთ ოჯახებში, ვიაროთ პოლიციელებში, ვაკეთოთ მოკლე ბუკლეტები და ვარიგოთ. მათ ოჯახებში მივიტანოთ, მათ მეუღლეებს და მათ შვილებს წავაკითხოთ. და უნდა გავტეხოთ ისედაც გატეხილია უკვე ქართული ოცნება შიგნიდან და ამითი საერთოდ დავასამაროთ. აი მაშინ კი ვიზეიმებთ გამარჯვებას. რამე თუ ხელისუფლება დგას რიგით პოლიციელებზე, მოსამართლეებზე, პროკურორებზე და ასე შემდეგ. მადლობთ ყურადღებისათვის.